არსებული ვითარება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუდმივად ჩვენი ფოკუსის ქვეშ არის ცხადია ამ კუთხით და ბიზნეს ინსაიდერმა ძალიან სწრაფად და ექსკლუზიურად შემოგთავაზათ 2 დღის წინ 4 დღის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კიდევ ერთი შეფასება, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს ეკონომიკასთან და მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან, უნდა აღინიშნოს და მანამდე უნდა ხაზგასმოთ აღნიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა 6.5%-მდე, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჭრილში არის გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე პირველი კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9%-ია და უკვე სამშაბათ ჩვენ ველოდებით მაისის მაჩვენებელს, საბოლოოდ გვექნება 5 თვის საშუალო მაჩვენებელი, რაც ასევე დარწმუნებული ვარ 6.5%-ზე მეტი იქნება, შესაბამისად საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალ ზრდას მიაღწევს ფაქტობრივ შემთხვევაში საქართველო და პირველი გრაფიკა სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი შეფასება გარდა ეკონომიკური ზრდის ნაწილისა საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და თუ მართლაც ჩვენ დავაკვირდებით და შევხედავთ ამ გრაფიკს, რომელიც არის მოყოლებული 2010 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდში, ვხედავთ დაღმავალ დიაგრამას ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი. აქვე როდესაც ხშირად საუბარია ეკონომიკურ ზრდა თუ რაში ითარგმნება, დიახ, ეს არის კონკრეტული ფაქტი, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ რა თქმა უნდა იზრდება დასაქმება, საბოლოოდ მცირდება უმუშევრობა და იზრდება შემოსავლები. ეს არის კონკრეტული ფაქტი ამ წელში. რა თქმა უნდა, კვალ მაღალი მაჩვენებელია უმუშევრობის, ესეც უნდა აღინიშნოს და ამის სახე პრემიერministр არაერთხელ უსაუბრია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ნაწილში რა თქმა უნდა არის უმუშევრობის ნაწილი და ასევე მთავარი ამოცანა საქართველოს მთავრობის არის უმუშევრობის განულება. ამ შემთხვევაში იგულისხმება განულების ნაწილში ბუნებრივ დონემდე დასვლა, რაც სრულად მიღწევადია კიდევ ერთხელ ამ ტემპით და ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე აღვნიშნეთ საქართველოს ეროვნული ბანკი, შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ რეზერვებთან დაკავშირებულ ვითარებაზე, მართლაც არ შემიძლია რა აღვნიშნო მუდმივი სპეკულაციური შეტევა საქართველოს ეროვნულ ბანკზე რეზერვებთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა მხოლოდ მაისში მოახერხა საქართველოს ეროვნულ ბანკმა 633 მილიონ $-მდე რეზერვების შეძენა. დიახ, ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი მხოლოდ ერთი თვის ჭრილში. ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს მართლაც აქვს სარეკორდო რაოდენობით რეზერვები შეძენილი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ სივრცე სპეკულაციების უბრალოდ ნულია. დანარჩენი ზღაპრების სივრცე ყოველთვის იყო და ალბათ მომავალში იქნება. მაგრამ ფაქტები არის სრულიად სხვა. ასევე თითოეული თქვენგანი ხედავთ ეროვნულ ვალუტის კურსს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პარალელურად რეზერვების შეძენის პარალელურად ხედავთ თუ როგორ მყარდება და აქაც შევხედოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას და შემდგომი გრაფიკა ამ კუთხითაც შეგვიძლია ვნახოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერ მასდამ და აქ მინდა შევჩერდეთ ერთი წუთით IT სექტორი მათ შორის და აი სწორედ საქართველოში განხორციელებული საგადასახადო რეფორმების შედეგად IT სექტორის განსაკუთრებულად მზარდი დინამიკა ჩვენ ვნახეთ და IT სერვისების ნაწილში ექსპორტის ჭრილში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მომსახურება ხდება IT სექტორის ნაწილში ექსპორტი ხდება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, ისრაელში და ასე შემდეგ. დიახ, საქართველოსთან მუშაობა და საქართველოში კომპანიების IT სექტორში კომპანიების საქმიანობა არის განსაკუთრებულად წარმატებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარია ოქროს ფასების მატება და აქაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ოქროს რეზერვებთან დაკავშირებით იყო მუდმივი სპეკულაცია, რომ ოქროს რეზერვები რატომ ყიდულობდა ეროვნული ბანკი ოქროს. დიახ, ამასობაში ოქროს ფასმა მოიმატა, შესაბამისად რეზერვების საერთო მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, განსხვავებით სხვა ქართველი ექსპერტებისგან, წყალებში ექსპერტი რა თქმა უნდა, რომ ოქროს შეძენა იყო გონივრული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა დედოლარიზაციის პროცესი. რატომ დედოლარიზაცია? ამიტომ დღეს ეროვნული ვალუტის დობა არის განსაკუთრებულად მაღალი და შესაბამისად ჩვენ ამ მაჩვენებელს ვხედავთ არა მხოლოდ ცეცხლების ჭრილში, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დეპოზიტების ჭრილში. დიახ, ეროვნულ ვალუტას ენდობიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოელები ასევე და მათ შორის ინვესტორები.